დღეს გადავიღებ My Dragon Tycoon-ს მეორე ნაწილს. იმედი ისიამოვნებთ ვიდეოთი. კარგი, ახლა ესაუყოთ. ჩაიტვირთოს ყველაფერი და შევეცდები ამ ვიდეოში გავხსნა მეორე სართული, მაგრამ ცეგდით და რა მგონი, მაგრამ ესე იყო ყოველთვის. და რომ იყოს გაზრდით. ავიდოთ სულ ასე ვაკეთებ. არ ვიარ მხოლოდ მუსურდი. ამ თამაში კიდევ ერთხელ გადავიღებ მომავალში, როცა უკვე რობუქსები მექნება. როცა ყველაფერს ჩვეულებრივ იმით ვიყიდე, მხოლოდ რობუქსები როცა დავჩებინები რომ რჩება საყიდელი. ალბათ იმდროს გადავიღებ, როცა უკვე მილიონი რობუქსი მექნება. თორე ავთავაზ ძალიან ბევრი რობუქსი უნდა უკვე. კარგი, ახლა სნაიმები კი არის ისინი უკლექო. დაიბეს რომ გადავეკიდე კიდე. ისე დრაკონების ყველაზე დიდი უტრები აქვს. სლაიმები რომ არიან, ასეც ცოტა ვიარსებები, ბაით ვერ გავუგირატო. კაი. ეს აუხოთ და 10 ლეველს ეს შევეცდები ამ ვიდეოში ავიდე. ის მინდა გახსნა. და მაგიტო. ანუ 6 ლეველი უნდა მოვიმატო ამ ვიდეოში. მოდესაც იქ ვიდეოში მხოლოდ 3 ლეველი მოვიმატე. და ესე კი შედა ძალიან ცოტას მაძლევე. კარგი არა უშავს როგორ ალბათ 1.5 საათი კი გავა. თამაქამ ფულიც აგროვდება იქა. ამის შემდეგ ამას რომ დავხურო My Dragon Tycoon X გადავიღებ. და ხო შეიძლება ბევრი თქვენგანი ელოდა უკვე ბლოქსბრუიც, მაგრამ ბლოქსბრუითი 4 შაბათს გადავიღებ თუ ჩემი და სკოლაში წავა. მაგ დღეს 4 შაბათს რა. თორე ეხლა თამაშები გადავწყვიტე. იმედი შევდო მესამე თამაშსაც მოვასწრებ. ერთი თამაში მინდა რომ ძალიან გადავიღო. იმედია მოვასწრებ. ცოტა 9 საათით ადრე დავიწყე ვიდეოს გადახება. ვიდეოს დაშედარებით ეს უკვე მეორე ვიდეო რომელსაც დღეს ვიღებ. იმიტომ რომ ვიღებ მეორე ვიდეოს, რადგან ძალიან გვიან გვიამდებ ვიდეოებს და გვიან ვიღებ ვიდეოებს. წინა ვიდეო გადავუყეთ 11 დღის წინ. წინა 2 ვიდეო. აი ამიტომაც. გადავწდი ბოლოს თავისუფლად რომ ეკნება 2 ვიდეო გადავიღო. რაც შეიძლება მეტი რომ გადავიღო, ამას ვცდილობ. მაგრამ თავისუფალ დრო თითქმის არ მაქვს. ერთი ამასაც ვიყო და კიდე ვიქცეო. კი დრაკონს კი რომ 4 ლეველზე და ესა იქი მაგრამ არც კი გამოჩეკილა. დაინტერესებს კომენტარებში რატომ არავინ არ დამიწერთ აი ამ დრაკონის სახელი. იმედ რა დავარქვა. იმედი ამჯერად მაინც დამიწერთ. რა დავარქვა ეს თქვენზე იქნება გადასაწყვეტი. იმედია დამიწერთ. კიდევ სხვაგან ვიდეოდი. აი ავიღოთ და გავიდეთ იქით. აი ეს ვიყიდოთ. კეთილი ესა. გოგრა. არის უკვე. აი ესე იგი გადავალთ უკვე. შემდეგი მოაზე. ეს ძალიან კარგია. მეორე სართულზე ავალთ როგორც იქნა. 500-იანი, 300-იანი. ეხლა ესეც ვიყიდოთ. აქ ბოსებს ნამდვილად არ შევებრძოლები. ბოს ნამდვილად არა, იმიტომ რომ ძალიან თვითა სამარცხებელია. ამ დონეზე ნამდვილად არ შევებრძოლები. ჯობდა ამისთვის დაბეხარჯა. ჩახტირა. ძლივს ჩავუხტირა. იყო ეს. ვერ ვიდან კვერცხებს. აი ამ გიგანტურ კვერცხებს ვერ ვიდან გიგანტურ კვერცხებს. საერთოდ მიზიზღება ამ თამაში. ხელს ვიშლის ქვევო ჩასვლაში და ვაგიტო. ჰაერში ვდგავარ. და ჰაერში დავდივარ.
ეს უკვე კვერცხების დრო იქნება აქა. და ჯობია, ეს ვიყიდო და 1500 მინდა უკვე. თუ არ მქონდა უკვე, ისე მონსტრების მოკლაზე წავა. კაი, არა შეგროვ. კაი, მონსტრები. მედი არ გამიჭედა. არ გამიჭედა. კიდე უკვე. კაი, მონსტრების მოკლაზე წავა. ეს ასე. კიდე მოკლათ, ერთ ლეველს კიდე მოვუვატებ და მე უკან დავუნდები. დავიღებ. და მე უფრო და უფრო მალე მომიმატებს ფულს, მაგრამ ის ზოგიერთი რამ ისეთი ძვირიც კი შეიძლება იყოს, რომ საათობით მოვიწიოს ვიდეოს გადაღება. მხოლოდ ერთი რაღაცის საყიდლად. მე როცა მასეთი ძვირები იქნება, ვიდეოს გარეთ შევაგროვ ფულს. რომი არ იყოს დიდად მოსაბეზრებელი. და ძალიან ძვირები იქნება, აი მაგალითად მილიონები რომელიც ეღირება. მასეთებისთვის უკვე ფულს ვიდეოს გარეთ შევაგროვ. ვიდეოში არ შევაგროვ. ვიდეოს გარეთ შევაგროვ. კარგა ხარ მომიწევს მონსტრების მოკლაზე ვიყო კონცენტრირებული. ამიტომაც ჯობია მაგ დროს ვაგროვ ფული ვიდეოს გარეთ. და ესე არიან მაინც ვერ გავუგე. ფლან თუ სცენარები ზომბების წინააღმდეგ მაგ თამაშის იმებს მახსენებს. სცენარები არიან და მაინც ვერ გავუგე რატო არიან ესენი. აქ აი თითქმის ავიმატე ამის კიდევ ერთი მოსაკვდელი და ვსო. თუ გაინტერესებთ ფერმერობას რატომ არ მივხვდებ, ეგ იმიტომ არ მივხვდებ, რადგან ლეველები მჭირდება ახალი პორტალების გახსნისთვის. პორტალები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ თამაშში. აი ახლა წავიდეთ. ჩქარი გადაადგილებისთვისაა საჭირო. პორტალები რომ არ კარგა ხდის წინ დიდხან. მომიწევს და იქიდაკეთ სირბილი. კიდევ კაი პორტალებია, მაგრამ წყინს რომ თამაში განახლებები აღარ გამოვა. აი წყინს ყველაზე მეტად. ეხლა 1700 და ეს კვირცხებია თუ ქვები? საერთოდ არ გავს კვირცხებს, ქვების. კვირცხის ფორმის ქვებს უფრო გავს. უცნაურია. მასა უცნაური რატომ გააკეთეს, ვერ გავიგე. აი ავიღოთ კიდე და აი ჯობიას ასე მალე აი მერცაც ვიყი და ვერ ჯობიას წყვის ისინი დავათვალიეროთ. ის მონსტრების მოკლაზე ვიყოთ ორიენტირებული. ამდაც იყოს უკეთესი. თუ ვინაც არ იცით ამ თამაში შეიძლება ბოსის ნახვა, ჯერ აი ეს პორტალები უნდა იყიდოთ. მე აქ შეხვალთ. მე ვერ შევდივარ რატომღაც. იმედი არ გამიჭიდა. არა, აშკარად არ გამიჭედა და. მოიწერ წამი. შემთხვევით მართლა ხომ არ გამიჭედა. არ გამიჭედა. უცნაურია რატომ არ გადავეშვა. როგორც წესი უნდა გადავეშვი. აი არა უშოს. იმედია მეორე სართულზე უკეთეს ხვალ იქნება თუ. ამ ხლით უკვე კარგად ვერცა უკვე. ბანძი ხმალია. კარგი ავიდეთ და ვიყიდოთ კიდევ ერთი. ისა რომ უფრო ძვირი გახდეს. 1600-ია მიყიდა. უფრო ძვირი კი არ ღირს. პირით ეხლა ორი ერთად მოდის, მაგრამ ქვებს უფრო გავს. ქვებს რატომ გავს ვერ გავიგე. არ მახსოვდა თუ მართლა ქვებს გავდა. კაი. და ისე მონსტრები ვუკლათ. ერთი ლეველი მოვიმატო ისევ და მერე ვსო. ვიყიდოთ კიდევ რაღაცები, მედია ბევრი შეგროვდება. ეხლა უფრო მეტის მოკლა მომიწევს, რადგან უფრო ნაკლებს მომიმატებს XP-ს. პროცენტების სახით. ხო, უფრო ნაკლებს მიმატებს. 2.4 ნით ნაკლებს. სედმ on. ხვიშის
არა, ქვიშის არა, სენ დაწერია, სედ წერია. თესლის მთვარე. ვერ გავიგე, თესლი მთვარე. თუ თესლის მთვარე. ვერაფერი ვერ გავიგე. ორი უნდა ეწეროს თესლის მთვარე რომ იყოს, მაგრამ თესლის მთვარე არა. დამაგებინეთ ეს რა არის? რა არსება? ისი კაი წერები არის და სლაიმები რომლებსაც აკონტროლებ წერებს, იქით ვარდისფერი სლაიმები. ეს მოვკლათ. და იმას ვქნათ ვე. ხოლო 35%, 46% უკვე ისე მოვკლათ ეს. წინს როერთი ცეცხლს არ აქვს ახლა. ალბათ იმიტომ რომ პატარაა. კიდევ კაი ერთი მეგონა გამიჭედა. კიდევ კაი დროებით გამიბაგა. თუ თავიდან შესდა კიდევ დროს წაიღებ და უაზროთ. კიდევ კაი. აი თითქმის უკალი მეტია მართლა იქნება. კიდე ეს ყოლთო ამით უკვე დავიხვალე. თან კიდევ 3 ბაქ მოსაკლელი. ორი გააჩნია რამდენს მომატებს. ებს პროცენტების სახით რომ არ იყოს, მაინც XP-ის სახით რომ იყოს უკეთესი იქნება და არა პროცენტების სახით რომ ცოტა უცნაურია. ის და მიხედა რომ ეს ხმალი გავაძლიერე, მაინც სუსტია უკვე. კარგი თითქმის მოვყალი. ნეტო ის ერთი სამყარო არ გაექვმებინათ, უფრო დიდხანს გადავმეც ვიდეოს გადავხებდი მართლა. სააღაწლო ისა სამყარო. მადი მხედა დრაკონი იყო, კინო ფოტო კარგი. აქ ხედა როგორ თამაში არც არ მინახავს და არც ერთ თამაში, მხოლოდ ფილმებში. ეგენ დრაკონები არა, ესე დრაკონები არ არიან. შემეშალა. აი ეს არის, კი დრაკონები სულდა. დრაკონი ხო ის 4 ფეხითა და ურფრთით. შემეშალა. ეს რაღაც არ მგონია. ესენ ჯერ ბავშვები არიან, ვრთებიც კი არ აქვთ. ძალიან ცოტა უცნაურია. ეს უნდა მეყიდო ხო. აი 1800 კიდევ ეს ვიყიდოთ და სუპერ აპგრეიდერი ვიდა. ვინ მოგცემს მაგას ერთი? არავინ. აი ესეც ვიყიდოთ. ნაჯახი. და მხოლოდ 14. აი ესე გაძლიერება მომიწევს მაინც ძალიან. გაძლიერებული ხვალზე უფრო სუსტია, ჩვეულებრივი. მაინც უნდა ვაძლიერო. საჩივი ხულების იმაში უნდა შევსულიყავი და 1200 მინდა. ესეც აი ესეც. ეხლა უფრო ძლიერია ეს. მალთან შედარებით. და ახალი არაყით ვიშოვე. ძლივს. კარგი. ეხლა ესე ვუკლათ. იმედია რომ ბუსებიანი ხმები უფრო ძლიერია. არ ვიცი ზუსტად არასდროს არ მქონია. თან დამატებთ რომ ბუსები მქონია, ვიღაცას დაუდონოთ ჩემი თავარი აკაუნტით. ჯობდა ის 9 ბუსი შევენახა. იმ დღეს ის დონათეში ისეც რთულია, აშუნა და მაგის შემდეგ არც მიშოვია. თა კარგა ხანი რომ სჭირდება ერთი რობუქსების ჩარე. სხვას ფლის დონათეში რომ მიშოვ მაგის მე თან ისედაც 70%-ს გაძლევს. ეს ძალიან პრობლემაა. კარგი არა უშავს. ოს ეგრე პრობლემა მაინც არა. სამს ერთად არ ის ეხლა უკვე ეს ადმინის სიცოცხლე არ აივსოს ხო. აი ეხლა ვუკლათ.
40%. ანუ ახლა თითო 10%-ს მიმატებს. კი 10%-ს თითო. ეს უკვე ძალიან ცოტაა. რაღაც იმას ნიშნავს სულ 10 უნდა მოვკლო. ანუ კიდევ 5. კაი. კიდევ 4-იც. კიდევ კაი ეს ხმალ უფრო მეცაკლებს, უფრო მარტივად ავაგროვებ. და ხო, დრაკონის მომიმატებს თანდათან ჩემთან ერთად ლეველებს. შედეგად დრაკონს ნელ-ნელა უფრო მეც დააკლებს. ეგ ძალიან კარგია დრაკონს რომ ნელ-ნელა უფრო მეც დააკლებს. ხო, მაგრამ ეს ახლა უნდა მოვკლა. დამთავრებული კოდები საერთოდ არც ვიცი. კოდები აქვს ვიცი, მაგრამ არც კი ვიცი რომელი კოდი რომელი. რა კოდები აქვს საერთოდ რა კოდები ეგ არც კი ვიცი. YouTube-ში ჩავწერდი, მაგრამ ეგრე ყველა კოდი მეწოდინება. ყველა კოდი ისოდნა კიდევ არ მინდა. თან ისეც მალე დამოვიწყდება და აი ეს ერთიც ვკლა და ხო ხოლმე ის კოდი მაინტერესებს რომელიც აქსესუარს მადლებს და ეგ კოდი არც კი ვიცი რომელია. შეიძლება ვიცოდე. არა ვიცი. ეგ ყველა აქეწერ. რა? გამოიწერთ არხი და მიიღებთ კოდებს. ვერაფერ ვერ გავუგე. მაგის არხი გამოწერილი, მაგრამ კოდებს არ ვაძლევს და უილი ეგ უკვე. უბრალოდ ვიდეოს უნდა უყურო კოდები გაიგო. არხის გამოწერა საჭირო არცაა. კარგი. ეხლა ძლივს აივანი. წავუწვე? ძლივს წავუწვლა კი წავუჯდობას რო გავს. 22 წავუჯდობას. უყუთები. გავიჭირდა კინო ხელი ჩავყო და რანაირად გამოვიდეს ვერ გავუგე. კარგი ახლა ჩავიდე. შედარებით რომ მალე გროვდება. კიდევ ვათი მოკლა არ მინდა ძალიან დიდ რომ მიოქდა ამიტომაც არ მინდა. კარგი ეს ვიყიდოთ. კიდევ ეს. აქეთ ჯერ არ წამოვა. იმიტომ რომ აქეთ უკვე ფერმის მეორე სართული. კაი, ამათ ავიღებ. ამ ეკაუნტში უკვე პირველად ვიღებ. ცოტას მომიმატებს, მაგრამ არა უშავს. იქ წასვლა არ მომიწევს. 1 2 3 4 5 ფერმერი დრაკონი მყავს საყიდელი ქვემოთ. საინტერესო ზემოთ რამდენი ვიყოლება. ნე. ესეც საყიდელი მაქვს. 6 მაქვს აქ. პირველი სართულის ფერმაში 1 2 3 4 5 რობუქსიანი მაქვს აქ ქვემოთ საყიდელი. აქაც 5. აი 5. ხო 5-ია. მე ახლა შევეშა. აქ ჯერჯერობით მხოლოდ 1, არა 2 ჩანს. კაი, ესეც ვიყიდოთ. ხალიჩა მაინც ვერ გავიგე რა ჯანდავაში დაამატეს. ისეც აქ ვერ ვჯდები და რაში მჭირდება. ავაზე ყოლავდები თვალები. რას უგებს? დაჰიპნოზებულია უკვე. სკამს არ შევხებილიო. ახო უკვე გამითავდა. კიდევ ერთია. კვერცხს ვერ ვიტან ამ კვერცხს. აი, კიდევ ერთი სყიდვა შემიძლია. და ვიყიდო. რომელი ვიყიდო? ეს ჯობია, სინათლე. უბრალოდ თლიანი დარც კი დახურა. აი ეს იყო დიდი ვინუს. აი მე კიდევ თლიანად დახურო აი ამ თამაშს. ყოველთვის როცა რავის გადაღება ვიდა, ყოველთვის ვიღაცა დავასწრებს. გავთავაშით გადაღება მინდოდა წინა ეკაუნტ. არხზე, მაგრამ არა. დაუკარგი ისა. არხი რადგან პაროლი დამავიწყდა. მოვიწე ტელეფონში ყველაფერი წამიშალდა.
შევთხოვით სხვა email-ი ავირჩიე. ის email-ი არ ამირჩევი, რომელსაც ის არხი მქონდა და ამიტომაც დავუკარგი და იქ ვეღარ გადავიღე. შექმნა მარტივია არხის, უბრალოდ არხი უკვე თავიდანვე გაქვს, უბრალოდ ვიდეო უნდა ატვირთო, რომ არხი სრულყოფილი იყოს უკვე. ვე. თორე არხის შექმნა სრულტყუილად დახარჯა მაგას დროს. არხის შექმნა იგივეა, რაც email-ი შექმნა. email-ი შექმნისას იქნება არხი თვითონ. უბრალოდ არხის მოწყობა ცოტა რთული. ჯერ კიდევ ვერ სურათი რომელიც ჩემზე არხის მასზე დავაყენო. საერთოდ ერთ ვიპოვეს. ჯერ კიდევ წინა არხის მაგრამ აქ არა. კარგი, იმედია ეხლა მაინც შევალ იმასა. მაშინ. როგორც ხედავ ისევ არ მიშვებს, კარგი. მაშინ იქიდან მივა. და ის რა კუნძულია? ეს რა კუნძულია იგროვა? ეხლა გამახსენდა. იქ ის მაგმას არსებები რომ არის ის კუნძულია. რა მაგმას არსებები? შემაგას არსებები არც იყო. აქე მაინც გადამიყვანეთ. გავან 5 ადგილი. თანაც ეხლა ბევრი არ თამაშობენ, რადგანაც უკვე აღარ გამოდის ამაში აპდეიტები. დამოვა მხოლოდ My Dragon Tycoon X-ში. არ და ეს თამაში უკეთესი იყო. არა და მაინტერესებს როდის იქნებოდა ეს დრაკონი ძალიან დიდი, მაგრამ არა, მაინც არა. დრაკონის მცველი დრაკონები. აჰა. ეს ცოტა უფრო დიდი. ესეთ იქნება შემდეგში, მაგრამ კიდევ უფრო დიდიც გვეყოლება მომავალში. ისეთი რომელსაც ფრენად შეიძლება. ეს რა. შევდა. Boss Hunter Battle Master. ყველაფერში ერთი და იგივე რატოა? მე არ ვარ აქა. კილოფი რატომ არ წერი აქ? მე არ ვარ ტოპაჩი, არც ერთი. PvP-ში ხომ არც მიმიღია მონაწილეობა თითქმის და აი აქ სპაუნდება ბოსები. ხო, იმას უკვე ძლიერი. უფრო დიდი დრაკონი ყავს, მაგიტომ დაფრინებს. ჩემს კი წავუჯდობაც არ შევიძლია. ფანარტ. ეს იქითა მეფე დრაკონი ერთ წამიახლოს მივიდეთ განახოთ. დაკრამინდა. აქედან უნდა მივიდე. გზა შემეშალა სრულიად. მინა არც მახსოვს და ეს რა მხოლოდ 4 ჩამოვარდი. მეხადავები აქედან შემეწვა ასლა. ესეც ჩვენი მეფე დრაკონი. პატარა, ჯერ კი ვაფი და კი დრაკონია. ის მეფე. არა და უფრო დიდი დრაკონებიცა აქა. მაინც ვერაფერი ვერ გავიგე. მაგათი. და ის რა არის? რა საგავს? საშინად გამოიყურე მაგის დრაკონი კარი. ფანარტ. ეს ადგილი ისრულად იმას აკვნათა. ეს ასისულელია. ფანების ნახატებია და ეს ვიცი უკვე ბოს დამრწულა. ეს და ეს ვერ გამიგვია. რა არის? ხოლ 3 ფანის ნახატია. მეტის არა. აქ კიდევ აქსესუარებს ყიდულობ. მაგისთვის ჩემები მჭირდება, ჩემები კიდევ არა მაქვს. PvP. ეს ადგილი მაგრამ PvP ყველგან შეგიძლია და რა შემიღებში მჭირდება PvP-ს ადგილი. უბრალოდ ვარგისი ადგილია ეგა. სულტყუია და დამატებული. გაი უკან დავუბრუნდეთ. ნახო. დრაკონების მიწა. კიდე რობოტი დრაკონებიცა და ძაღლის მსგავსი ძაღლად რო ვიყენებენ,
აი ეგეთი დრაკონიცა. აუ მაგასალავდა ხო. მაგამზე კარგახანი კიდაო. მაგაზე ხადავხოლმე ძაღლივით რომ დრაკონს პატარა დრაკონებითან ცოტა უფრო დიდ დრაკონს აი მოგოთა ჯობდა აქ ყოფილიყავი იქ სულ წავედი და ვიყიდოთ კიდევ ერთი რამე და ასო 850 მჭირდება და მეორე სართული ფერმის გაიხსნება. აი ეგ მომიწევს მე ყველაზე დიდი წვალება კიბეებზე. ის ასლა ჩამოსვლა სულ მომიწევს. ეგ იქნება ყველაზე ძირების მოფილი. იგი დაკეცია რული. აი ესეც ასე მაგრამ ესე უცნაური რომ ცოტა მწყინს. ესე უცნაური. და ეს რაღა აკი კიდევ კაი წერია აბლამა ხო კიდევ კაი ამის გარდა კიდევ 5 სამყარო უნდა იმას ვქნათ არა დაჯობდა ის ერთი არ მოეშორებინა და ამის გარდა კიდევ 6 იმას ვიზამდით 6 ვიზამდით ანუ ხო აქ უკვე ეს ყველაზე პატარაა და ყველაზე იაფიცე გჭდება. აი ამასთან შედავებით. ეს კი ძალიან დიდია. იქოთ ერთ პატარა შენობა უნდა ვაშენო და აქ კი თელ სასახლის ხელა შენობას აშენებ. პირველი მასში. სამი ევოლუცია და სანამ მეორე ევოლუციამდე მივალ კიდევ რამდენიმე ეპიზოდი დამჭირდება. ანუ რატომღაც 2 ლეველი დამჭირდა. მაგას კარგახანი არ ვიცა. რა ვიმატებ მქონი და ეს ვორკის კედელი. არ ჩოხდები ჯობია ასე ივასა ვიქნა. რადგანაც ასე უფრო მეტი ფული აქვს როდებთან. აი მე კიდევ ერთ ჩამოსვლისას წავალ კიდევ ერთ ლეველს მოვიმატებ. აქ ორი მოვიბატო ზედიზე და უფრო მეტიც აგროვდება უკეთესი იქნება. ეს ერთი და ეხლა წავიდეთ. ხო წავიდეთ. ნაჯახი მოვამზადოთ. ჯობია ისევ ერთი ლეველი მოვიმატოთ, თორე ვიდეო არ ვინარ ძალიან გაიწოს. ნადირობით უაზროთ. ნადირობით კი მონსტრების მოყვით. ო, ამას ჩემზე უკეთესი ხმა იარაღი აქვს. და ჩემზე დიდი დრაკონი. ჩემზე დაბა ლეველზეა. ნარი გავუმართლა. ჩემზე დაბა ლეველზეა. ასერცემ. პევები ჩავთო. პევები რა ჩერტი მეგონა პევები ექნება ჩერტი. აი ხო არც მინდა. სულ და თავზე არც იყო და რატომ დაუწყო მაშინ ბრძოლა. რატომ ჩორთო უაზრო. პევების ნიშანი არც ქონდა თავზე. კარგი. უკვე ძალიან დიდი ხანი მომიწევს. ეგო ჩაჩვენ, ემ რაღაცა დაწერ. მოგოჩი ძალიან დიდ ხანს მომიწევს, უფრო მეტის მოკლა მომიწევს ამჯერად. კარგი ცოტას ვიჩქართ. ო, იმედი ეს არში მომიკლავს ახლა სხვებს, ჩემებს. ერთი მამამ თუ მომიკლა ჩემი. და ვერ ხება, მაგრამ როგორ დაეღავ პევებს თუ არ ჩართავს. მგონი მე უფრო დამერხევ, ჩემზე უკეთეს ხმალი აქვს და მაგრამ მე მასზე მეტი სიცოცხლე. მაგას ჩემზე უფრო დიდი დრაკონი. არა, მე უფრო დამერხევა. კარგი. ჯობია არ დაუწყო მაგასთან პევები. ნამდვილად ჯობია მასზე. მე უფრო მართლა დამერხევა. მე უფრო დამერხევა მაგასთან პევებეთი. როგორ მინდა ეს დრაკონი გაიზაროს ერთი. ეს რობოტი დრაკონი რომ გამოიჩეკოს უფრო მარტივად მოკლა. მაგას ალავიზა. იგავ კარგახანი. კარგი, გურმე ახლა მალევე უნდა მოვჭი ამათ მოყვას, მაგრამ
დრაკონის ზედმეტად ცოტა საკლებს ჩემს რუად ნაკლები დემეჯი და ჩემი იარაღის ზედმეტად ცოტა საკლებს. ამიტომ ცოტა დიდხანს გაიწელება, მაგრამ ესენი ხო ერთს რომ აკლები, ესა ყველას დიდი სულელი. ისე მაინც გაეკეთა ამ თამაში ცოტა მეტი დაეკლა ამათთვის. უფრო ქართულებდა და უფრო სახალხოს გახდინდა ამათ სამბრძოლო. ხო ერთს როცა გაკლები, ცოტა მოსაწყენია, ცოტა კი ძალიან მოსაწყენია. რა ძალიან მოსაწყენია ამათთან ბრძოლა. ფერმერობით ფული შოვნა მარტივია, რადგანაც მან მოთმინება უფრო გჭირდება. ამათად გჭირდება უკვე კარგი იარაღი და ძალიან სუსტიც უნდა იყოს, რომ უფრო მალე შეაქვს ფული. თან გააჩნია სიძდი, ესაც მათ სიძდიასაც ყველა სხვა რაოდენობის ფულს გიმატებს. თაგან ამე ესენი რაც უფრო მაღალ ლეველიანი, მით უფრო მეც გიმატებს. და ეხლა ჯობია ეს დავამარცხო. და უკან დავხვდი. არ მინდა ეხლა იმ პორტალს გავყენებ პირდაპირ ასე წავ. კარგი მოვედით. 5000 რაღაც აგრო და კარგია რომ აგრო და მასები. ეხლა კიდევ დავიწყოთ ყიდვებში. და პევები მიგეკავთ შუ. მინიმუმ დამიწყოთ ბრძოლა და ამ დროს პრობლემებში მეწევს. ოქროს პამი, პომიდორი, 150 რობუქსი. მეხურებით. არ მინდა მაშინ. ის რა. ფერბერი დრაკონი, მაგრამ ეს ოქროს ბაშუბი. ანუ ოქროს სოკო. იქ რა ჩემ ფეხებში ჭირდება. არაფერი შემჭირდება. იმიტომ ფერმის იმებს მაინც დიდად არც ვიყენებ. ასე თამაშებში და მორჩეულებრივ თამაშობ. όλდი იმებს ყიდულთო არც ვიყენებ. კარგი. იმედია დამიწერთ კომენტარში რა დავარქვა. ეს რა გზა. გზა კი არა, სხვა რაღაცა. აი, აკოსლი. ეხლა გასაგები სადაცა. პორტალის წინაა გასაგები. ეს ყოველთვის პორტალის წინაა. ტელესკოპი ეს ბალი დაამთავრეს, ან უკვე დაამთავრა. წითელი სახლი არა. წითელ სახლზე დუა, მოთვასე. ნუ წითელი სახლი არ უნდა ეწევს. უნდა ეწევს ჯერ ერთი მოთამაშის სახელი. არა, სახელი კი ეს სიდ. ისაც აკაუნტზე აწერია. ეგ უნდა ეწევს და არა ასე. იყოს Red House, ეგ უკეთესი იქნებოდა თო. კარგად ვიცი ეს რამ ფერიცა. და კიდევ რომ აწერე. და ესეც გავზარდოთ. აქ დიდი ის იქნება. დიდი პომიდორი. და ეს არ გამიზრდია? ესენი არ გამიზრდია. აი და ეხლა ეს გავზარდო. არ ვიყვარს ესე რომ აუგას. გაზრდილი ვიყვარს. ეხლა ესეც ასე გაზრდილი იქნება. აი ფული ავიღოთ და იმედია მეყოფა. და ისე ეხლა ჯობი ის ჩავთო. არ ვიცი სადა. ოჰო, აქა კიბეები ვიყიდეთ. და აქ ჩამოვარდი. კაი არა ფულს ავიღებ და მე რეავა. ეთესი ასე იქნება. ძალიან ცოტა ის იყო, ამიტომაც ილვა არც მიყოს. ამისაყილა და ხო. კიდევ კაი წავედ და ვიყიდე. კაი. ეს და გადმოვედით მესამე სართულზე და დავდგით ხალიჩა. მაშინ აქ დავამთავრებ ვიდეოს. თქვენ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. და დამიწერთ რა დავარქვა იმ დრაკონს სახელი. რა დავაწერო. თქვენ გადაწყვიტეთ. კომენტარი რომელსაც ყველაზე მეტი ლაიქი ექნება, აი იმისას დავარქვე.
თუ თანაბარი ლაიქები ექნება კომენტარზე, რომელსაც იციქნება რა დავარქვა იმ დრაკონს, მაშინ მე ავირჩევ. და მაგრამ თუ მხოლოდ ერთი იქნება, მაშინ მხოლოდ იმ ერთისაც გავაკეთებ. და ნახვამდის